ნუ თუ ჩვენთან არ მოიძებნა ესეთი კაცი რომელიც ზუგდიდელი ან დარჩენილი ან ადგილობრივი სამეგრელოს მკვიდრი კენჭირო ეყარა მაგას ჩვენ ხმას არ მივცემთ ჩვენ სოფელში შეხვედრებზე იყო თუ არა შეხვედრები იყო მაგრამ თვითონ თავის იმას ამომრჩევას ხდებოდა ოჯახებში და ღამესაც გატარა ერთი ღამე ორი ღამე სამი და დიოდენ ესე იგი ოპონენტებს მაგი არ ხდება მარტო თავის ამომრჩევას ხდებოდა ხალბატონი არ ჩვენში ვიყავით ჩვენ იქაც მარტო დადიოდა ორი კაცი თუ სამი კაცი დაყვებოდა თბილისელები იყვნენ თუ არ ვიცი საიდან იყვნენ სანდრა იყო როგორც ასეთი მეზობლობაში ერთ ახლობელ ოჯახში იყო მეზობლები ვართ კაი ურთიერთობა მისი თემა სტუმარს მიიღებს თუ არ მიიღებს არ არის ჩემი საქმე მაგრამ ის იყო იმ ოჯახში და ხდება ის ქუჩებში არ დადის როგორც გავიგე ხდება თავის ელექტორატს ვინც მასთან გვერდში დგას და უნდა რომ სანდრას გვერდით იდგეს ზუგდიდის რაიონში ცხოვრობს 200,000-მდე კაცი რა გაგვიჭირდა ზუგდიდელებს რომ სანდრა რულოვსი არ ჩამოიყვანოთ თბილისიდან და ხმა მივცეთ მას მე არავის არ უზღუდავ ვისაც იმას უნდა მიცეს ხმა მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ზუგდიდელი კაცი უფრო მეც გააკეთებს ზუგდიდელებს დააშავა უფრო მეც მოწყობს ზუგდიდელი კაცი ეს მოვა და წავა თავის თბილისში არჩევანის წინაშე რომ დავდექი პირადად მე ჯერ ვკითხულობ კანდიდატს და იმდენად მისაღებია ადგილობრივი ეხა ორივე ადგილობრივი ყოფილიყო მაშინ რა თქმა უნდა სხვანაირად დავფიქრდებოდი მაგრამ ამ დროს დასაფიქრებელი არ არის ორი აზრი არ არსებობს ამაში ზუგდიდში უნდა იყოს ზუგდიდელი დაახლოებით 4 დღის უკან დადიოდა თავის აქტივისტებთან ერთად შეხვდა სოფლის ნაწილობრივ მოსახლეობას საერთო შეხვედრა მაგას ხალხთან არ ქონია ჩვენ არ ვიცნობთ მაგის პროგრამას და არ ვიცნობთ მაგის საერთო ხედვას სრულიად ზუგდიდის მერობისთვის რაცაა გამიზნული ფონი იქმნება ეგეთი რომ იგი დადის ცალკე თავის აქტივისტებთან ერთად და საერთო შეხვედრა ხალხთან არ ქონია. ისეთ ფონს ქმნიან თითქოს და ყველას უნდა ამ სოფელში, მაგრამ ეგრე არ არის. განცხადება იმაზე თითქოს და სანდრა რულოვსი დადიოდეს ამომრჩევლებთან ჩვენ ვენეციელებთან კარდაკარეს არის ტყუილიან ჩება იმ სახლებში და ასე შემდეგ არის აბსოლუტურად ტყუილი ჩვენ გადავამოწმეთ ეს ყველაფერი და სხვათა შორის შევისწავლეთ ყოველივე სანდრა რულოვსი დადის თავის მომხრეებთან დადის ზონდერების სახლში დადის შტაბებში სოფლებში ხო გახსნას რა ქვიან შტაბები დადის იმ შტაბებში ჩება ხოლმე და ერთი და იგივე ადამიანებთან სხვათა შორის მალავს თავის მალავენ მანქანასა სანდრას მანქანასა არ ვიცი ის ეშინია თავისი მეუღლის მიერ ჩადენილი ბოროტების ეშინია იმ ბოროტების რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ სწორედ მათი მართლობის დროს ჩაიდინა ამიტომ დადიან ჩუმად დადიან იმალებიან ამას ვქია ჭუკური მოქმედება მეგრულად და ასე ჩუმად იმალებიან დადიან ხოდამხო თავიანთი ახლობლების და თავიანთი აი ძველი ზონდერები კი ვიმეორებ ზონდერების სახლებში